2026 წლის იანვრიდან საქართველოში 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 454 ლარი იქნება. 45 ლარი არ არის საკმარისი. ნეტა თავად შეძლებენ ამ თანხით თავის რჩენას? მარტო ბინის ქირაა 500-700 ლარი. ბაზარში რომ მოვიდნენ, ნახავდნენ რა შეიძლება ამ ფულით იყიდო. მარნეულში მაცხოვრებლების თქმით, მათ მიერ მიღებული პენსია ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის და ამ თანხით მედიკამენტების ღირებულების გადახდაც კი არ შეუძლიათ. პენსიას მთლიანად წამლებში ვხარჯავ. ბევრ მედიკამენტს ვიღებ და ამ თვალსაზრისით მხარდაჭერა საერთოდ არ მაქვს. რამდენჯერმე მივიტანე საბუთების შესაბამის ორგანოში, მაგრამ მითხრეს, ქულა არ გაქვს და ამიტომ დახმარება არ გეკუთვნისო. ახლა 350 ლარს ვიღებ პენსიას, მაგრამ ხშირად 500 ლარზე მეტს ვხარჯავ ხოლმე წამლებში. როგორც მინდა, ისე ვერ ვხარჯავ. ცოტ-ცოტას ვყიდულობ წამლებსაც და პროდუქტებსაც, რომ როგორმე გავიტანო თავი, მაგრამ არაფერში არ ყოფნის მაინც. არა, არ ყოფნის. ამ თანხას წამლებში და პროდუქტებში ვიყენებ, თუმცა მაინც ძალიან მიჭირს თავის გატანა. 45 ლარი რა თანხაა, წამლებშიც არ ყოფნის. 50 მაინც ყოფილიყო. 5 ლარს რატომ აკლებენ? ძალიან გაძვირდა ყველაფერი და 45 ლარად რას ვიყიდი? პენსია არც წამლებში და არც პროდუქტებში არ მყოფნის. ახლა 450 ლარს ვიღებ. წარმოიდგინეთ, წამლები რამდენი ჯდება. დიაბეტი და წნევა მაქვს. პენსიონერებისთვის განკუთვნილი მნიშვნელოვანი წამლები ძვირია, უბრალო წამლები კი იაფი. ვითომ ანალიზები უფასოა, მაგრამ რაც ნამდვილად გჭირდება, ის ფასიანია, ხოლო რაც უსარგებლოა, იმას ისედაც უფასოდ გვიკეთებენ. არაფერში არ ყოფნის საერთო ჯამში. ყველაფერი ძვირია, არ ყოფნის. ვიღებ დიაბეტის, წნევის და ჩირყვის წამლებს, მაგრამ არ არის საკმარისი. 500 ლარი რომ ყოფილიყო, სჯობდა. ორი ობოლი მყავს გასაზრდელი, მათი მამა ომში დაიღუპა. ამ პენსიით როგორ უნდა ვიარსებოთ? მეტი რომ იყოს უკეთესი იქნებოდა, ახლა კი ძალიან რთულია თავის გატანა.